დღეს ოზურგეთის საკრებულოს რიგარიშის ხდომაზე პირველ საკითხად 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარებების გაცემის წესი დაამტკიცეს. დღესვე საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცეს. საკითხი ეხებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყოველწლიურად განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას საკრებულოს მიერ. ეხილავს საკითხი 2026 წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და ღიაკრებების დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დამტკიცებული იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის 75 დასახლებაში. ეს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. პრიორიტეტი არის გზები, გარეგანათება და სხვა მიმართულებები, რომელიც მოსახლეობამ აირჩია თავიანთ დასახლებებში და მიმდინარე წელს განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების საშუალებით. საკრებულოს განკარგულების პროექტს დეპუტატებმა სრულად დაუჭირეს მხარი, რაც საშუალებას იძლევა, რომ მომდევნო დღეებში უკვე დავიწყოთ მუშაობა მიმართულებით და განხორციელდეს საპროექტო ხასაღაჭერხო დოკუმენტაციების მომზადება, რომლის მიხედვით შემდგომ დასახლებებში დაიწყება აღნიშნული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.